სან-ფრანცისკოში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გენერალური საკონსულოების ორგანიზებით ამერიკა-ევრაზიის ენერგეტიკული ფორუმი გაიმართა. კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის, კალიფორნიის გარემოსა და ეკონომიკის განვითარების ფონდისა და საერთაშორისო იურიდიული კომპანია DLA Piper-ის მხარდაჭერით ჩატარდა. ფორუმის მთავარი მიზანი იყო ევრაზიის რეგიონის ენერგეტიკული და საინვესტიციო პოტენციალის წარდგენა კალიფორნიის შტატის მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. დისკუსია შეეხო რეგიონში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას, ენერგეტიკის სფეროში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს. ფორუმის ფარგლებში საქართველოდან ჩასულმა დელეგაციის წევრებმა არაერთი შეხვედრა გამართეს კალიფორნიის კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან. ფორუმის მიზანი იყო რეგიონის ენერგეტიკული და საინვესტიციო პოლიტიკის პოტენციალის განხილვა და გაცნობა კალიფორნიის საჯარო და ასევე ბიზნეს წრეებისთვის. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის განახლებადი ენერგიის განვითარება რეგიონში, ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ასევე დიდი ინტერესი გამოითქვა საინვესტიციო გარემოს მიმართ. აქცენტი გაკეთა ჩვენი რეგიონის პოტენციალზე, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიების მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი წარმომადგენლების მხრიდანაც გამოიხატა ინტერესი, რომელიც დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში კონკრეტულ თანამშრომლობებში გადაიზრდება. ამ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა ასევე ქალაქ სან-ხოსეში, ადგილობრივ კომერციის დეპარტამენტის და მერის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრებმა ძალიან პროდუქტიულად და ნაყოფიერად ჩაიარა. ამ რეგიონს ჩვენ ნამდვილად არ ვაქცევდით საკმარის ყურადღებას ბიზნეს საზოგადოებაში. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რომლის მეშვეობითაც ბიზნეს კავშირებს გავაძლიერებთ კალიფორნიის შტატსა და ზოგადად ევრაზიის კონტინენტს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის. ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალ თანამშრომლობას.